როგორც აქამდე ვისწავლეთ, საკვებში 4 სხვადასხვა ტიპის ცხიმი შეიძლება შეგხვდეს. ესენია მონოარანაჯერი, პოლიარანაჯერი, ნაჯერი და ტრანსცხიმები. მათ ნაწილს ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან დადებითი ეფექტი აქვს, ხოლო ნაწილს ნაკლებად. ამიტომ ჯობია ვიცოდეთ, რომელი საკვები შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს და რომელი არა, იმისთვის რომ ჩვენი კვებად შემდეგ შესაბამისად შევადგინოთ. პირველი ჯანსაღი ცხიმის მაგალითი არის მონოარანაჯერი ცხიმები. ამ ტიპის ცხიმი არ ზრდის სიცხეში ქოლესტერინის დონეს და ზოგადად ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. მონოარანაჯერი ცხიმები გვხვდება მცენარეულ ზეთებში, როგორიცაა ზეითუნის, რაფსის, მზესუმზირის, სეზამის ზეთები და ასევე ავოკადოში, თხილეულში და მარცვლეულში. მეორე ჯანსაღი ცხიმის მაგალითი არის პოლიარანაჯერი ცხიმები. პოლიარანაჯერი ცხიმები ამცირებენ სიცხეში ქოლესტერინის დონეს და ასევე ამცირებენ გულის დაავადებების და ინსულტის რისკსაც. ასეთ ცხიმებში შედის ესენციური ცხიმოვანი მჟავები, ანუ ისინი, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი თავისით ვერ წარმოქმნის. ესენია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები. ისინი მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციისთვის, უჯრედების ზრდისთვის და ასევე ამცირებენ არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაკების წარმოქმნას, წნევას და დიაბეტის რისკს. პოლიარანაჯერი ცხიმების მიღება შეგვიძლია მცენარეული ზეთიდან, მაგალითად როგორც არის სიმინდის, სოიოს და მზესუმზირის ზეთები, თხილეულიდან, მარცვლეულიდან და თევზიდან, როგორიცაა სალმონი, სკუმბრია, შპროტი, ტუნა და კალმახი. რაც შეეხება ნაკლებად ჯანსაღ ცხიმებს, ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჯანმრთელობაზე ცუდი გავლენა იქონიოს. იმიტომ რომ ნაჯერი ცხიმი სიცხეში ქოლესტერინის დონეს ზრდის და ასევე დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკის ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი კვლევის მიხედვით ნაჯერი ცხიმების მიღებას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ზოგიერთი ჰორმონის რაოდენობაზე, მათი უარყოფითი ეფექტები გადაწონიან დადებითს, ამიტომ ნაჯერი ცხიმების რაოდენობის შეზღუდვა კარგი იდეაა. ნაჯერი ცხიმები გვხვდება ცხიმიან საქონლის ხორცში, ღორის ხორცში, ბატკნის ხორცში, ფრინველის ხორცში კანთან ერთად, მარგარინში, ცხიმიან რძის პროდუქტში, პალმის ზეთში, ქოქოსის ზეთში და ულტრაგადამუშავებულ საჭმელში, როგორიცაა კარტოფილის ჩიფსი, გამომცხვარი ცომეული, პიცა, დონატები და მსგავსი საჭმელი. საბოლოოდ აქვსა ტრანსცხიმები. ასეთი ცხიმები წარმოიქმნება მათი ქიმიური манипуляციის დროს, ძირითადად ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებისთვის, უსაფრთხოებისთვის ან მათი ტექსტურის ცვლილებისთვის. კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ ტრანსცხიმების დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობის გაუარესებასთანაა დაკავშირებული, რის გამოც განვითარებული ქვეყნების უმეტესობა მათზე მკაცრ კონტროლს აწარმოებს ან საერთოდ კრძალავს. ტრანსცხიმებს შეიცავს ორცხობილები, ნამცხრები, კრეკერები, მარგარინი, კარტოფილის ჩიფსი, ფასტ-ფუდი და მსგავსი საჭმელი. ანუ ის საჭმელი, რომლებიც ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი არაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ასეთი რეკომენდაცია ჩამოვაყალიბოთ, რომ დღის განმავლობაში მიღებული ცხიმის 90% უნდა მოდიოდეს ჯანსაღი ცხიმებიდან, როგორც არის მონოარანაჯერი და პოლიარანაჯერი ცხიმები, 5-დან 10%-მდე უნდა მოდიოდეს ნაჯერი ცხიმებიდან და 1% შეგვიძლია დაუტოვოთ ტრანსცხიმებს, იმიტომ რომ ფასტ-ფუდის კვებიდან სრულად ამოღება ძალიან რთულია. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.